შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. დედის წერილი მე-6. მხოლოდ ეს მახსოვს, გამომყვა დედა და მითხრა, შვილო კმარა ნუსტირი, ვინ სახლში დარჩა რა გააკეთა, ვინ მოიშორა თავიდან ჭირი, ჭალა დიდელი. კორნელიმ უწყება მიიღო. შევარდნის საზოგადოების გამგეობა ატყობინებდა, განათლების სამინისტროს დადგენილების თანახმად მწვრთნელთა ჯგუფმა სექტემბრის 20-დან საქართველოს ქალაქები უნდა მოიაროსო. მწვრთნელთა ჯგუფში კორნელიც იყო და 20 სექტემბრამდე ყოველ დღე საღამოს 6 საათიდან 10 საათამდე შევარდენში უნდა ევლო. კორნელიმ გაიხადა და დაწვა. მეორე დღეს კვირას გვიან ადგა. პირი დაბანილი არც კი ჰქონდა, როდესაც ფოსტალიონმა წერილი მოუტანა. წერილი დედისა იყო. კორნელი საწერ-მაგიდასთან დაჯდა და კითხვა დაიწყო. დედას წერდა: ძვირფასო შვილო კორნელი, დაგიკოცნი დედუა საყვარელ სახეს და ღმერთსა ვთხოვ შენს ბედნიერ ცხოვრებას. ისევ ომში რომ გაქცეულ ხარ, ვითომ რა ამბავია, რამე რომ შეგემთხვეს, მე ცოდვით სავსეს რა მეშველება, რატომ ამაზე არ ფიქრობ, ნამეტანი მენატრება შვილო შენი ნახვა, ნახვას ვინ დაეძებს, წერილს მაინც მაღირსებდე, რამდენი წერილი გამოგიგზავნე, ნუ თუ არც ერთი არ მიგიღია, ზაფხული ილევა და ხილიც დამწიფდა. ქალაქში ნაყიდხილს რა გემო უნდა ჩაატანო, სულ ამას ვიძახი. ნეტა კორნელი ახლა აქ მყავდეს მეთქი, ბიჭო, ჯარში სამსახური, ომი და მეცადინეობა, განა ყველაფერი ერთად, მოსახერხებელია, რაწამ საქმეები დაამთავრო, მაშინვე კარისმერეთისაკენ გამოსწიე. შენს ამბავს ელენე მატყობინებს, რატომ შენ თვითონ არ მომწერ წერილს და არ შემატყობინებ როგორ ახარ, როგორ მიდის შენი და ნინოს საქმე. ნინო პატიოსანი, კარგად აღზრდილი, ლამაზი, ნაზი და ჩინებული ქალია. ყურადღებით მოეპყარი მას, ჭკუით იყავი და არ იცუღლუტო. ასეთ საქმეში ცუღლუტობა არ ვარგა. რა ცხოვრება გაქვს მანდ, ხელგაშლილი ხომ არა ხარ, თუ ააწყვე შენი ცხოვრება ცოტა უკეთ, ევგენის გამგზავრება პარიზში შენ დიდად დაგჩაგრავდა, მაგრამ ელენეს იმედი მაქვს. თუმცა ქმრის ნათესავების დახმარებას ვერ მორჩა საწოდავი, ყველა კისერზე დააწვა. ახლა მეც აქედან ვერ გეხმარები, ხომ იცი, რა საშინელი დრო არის. გლეხები ჩვენს მიწაწყალს და მოსავალს ისე ვისაკუთრებენ და რა გავყიდო, ცოტა ფული რომ გამოგიგზავნო მეუბედურმა. საბედნიეროდ თბილისიდან ჩამოსული ვინც ვნახე, ყველა მეუბნება, ახლა კორნელი კარგად არისო. წინათ ასე არ ამბობდნენ. ეგების მიხვდე შვილო შენს მოსახდენსა და შენს წასახდენ საქმეს. შენი ურგები ნურაფერი ნუ გინდა, დრო არის შვილო და ახლა წლოვანება და გამოცდილებაც ხელს გიწყობს დაფიქრდე. იყავი ბეჯითი, მუყაითი, გულმოდგინე და მეცადინი. თავი დაიფასე,
გული არაიცრუო და არიცუღლუტო, უზნეო ქცევას და ღვინოს თავი არიდე. ბევრს უქეიფნია, მაგრამ შემდეგ ჭკუაში ჩავარდნილან და სწორი გზით უვლიათ. ასე მოიქეთ შენაც, გახსოვდეს, ზედმეტი ღვინო ადამიანის გონების, გრძნობისა და კაცობის მომსპობია. მე შენით ვამაყობ, შენ გონიერი, გრძნობით სავსე და კეთილი კაცი ხარ. ნურმც გამეგონოს, ნურასოდეს, კორნელი ლოთი, უზნეო, ფუქსავატი და ცუდი კაცი არისო. ხანდახან კანტიკუნტად მესმოდა, კორნელი ღვინომ და ქალებმა გაიტაცაო. ნუ მკითხა ვინ შემატყობინა, ჩიტმა მომიტანა ამბავი. ხომ იცი, დედას არაფერი არ დაემალება, მოსპე შენში ღვინითა და ქალებით გატაცება, თუ გინდა საღი გონება ნიჭი და ჯანი შეინარჩუნო. რომ მომაგონდები იცოდე ძალიან ვიტანჯები, შენ მამა შენს გავხარ ხასიათით, შენ სუსტი ნების კაცი ხარ და ჩემი გული ვერ ისვენებს. რატომ შენთან არა ვარ ახლა მეუბედური, რა ვქნა ხომ იცი დედა ვარ შენი, რა წამ საქმეს მორჩე გიმეორებ, მაშინვე ჩემსკენ გამოსწიე. შენ მეცადინეობა, წიგნის კითხვა და მყუდროება გიყვარს და აქ გექნება საამისო პირობები. ომისა და გამოცდების შემდეგ დაქანცული იქნები და პატივს არ მოგაკლებ. საჭმელი და სასმელი, ღვთის მოწყალებით და ჩემი ჭკუითა და შრომითაც ამ დაწყევლილ დროში ჯერ კიდევ მომეპოვება. ზამთარში როგორც იცი ავად ვიყავი, ახლა გვარიანად გრძნობ თავს, რომ მეგონა ისე მალე არ მოდის ის ოხერის სიკვდილი, მაგრამ უდროოდროს იცის დაწყევლილმა ღალატი. მინდა შენს კაცობას, ცოლშვილს მოვესწრო და მერმე შვილების ჭირით წამიღია. საკმარისად მოვჭამე ეს წუთი სოფელი. მუდამ ხომ ვერ ვიცოცხლებ. ბოლოს რკინაც კი ბერდება, ცვდება და ჟანგი ჭამს. ამ წერილს რომ გწერო 20 ივნისია, ღამის 12 საათი. გარეთ მთვარიანი ღამეა, ხომ იცი, კარისმერეთის მთვარიანი ღამეები რა წარმტაცია, მაგრამ რად მინდა. მარტო დავრჩი ამ კარისმერეთში გამოყრუებული, არც ერთი შვილი ჩემთან არ არის. დომენტის და აგოიას აივანზე სძინავთ. აგოია შენს ჩამოსვლას მოუთმენლად ელის. ტვინი ამომიღო, კორნელი როდის ჩამოვა, კორნელი როდის ჩამოვა. იცი შენი ხასიათი რომ გაასულელებ, არ მოიშორებ, მუშაობაზე ხელს ააღებინებ და უხარია. ხვალდილით ალიონზე დომენტი, აგოია და მუშები ყანაში სამუშაოდ უნდა გავგზავნო. კარგი ამინდი დაგვიდგა. ივნისმა შემაწუხა წვიმები იცის. სოფელში ჩოხა დამპალას ეძახიან, მაგრამ ახლა კარგი ხანია წვიმა არ მოსულა და მოსავალსაც კარგი პირი უჩანს. შვიდობით გნახე შვილო, იყავი ბედნიერი, დაგიკოცნი საყვარელ სახეს და თვალებს. იონა დიდი სიყვარულით მოკითხვას გითვლის, მალე მოგელით. შენი დედა ტერეზა. დედის წერილმა და დარიგებამ კორნელი გამოაფხიზლა. თავის თავზე და ცხოვრებაზე მწარედ ჩააფიქრა. სულიერი განწმენდის სურვილი ჩაუნერგა. წერილმა ძალა, სიმხნე და თავდამტკიცება შეხმატა. გულში თბილი და საამური გრძნობა ჩაუნერგა. ბავშვობა, სოფელი, იქ გატარებული ზაფხული და შემოდგომა მოაგონა. მერმე ისევ წაიკითხა წერილი და დედას ასეთი პასუხი მისწერა. ძვირფასო დედა, ახლა კარისმერეთში ყოფნას რომ არაფერი სჯობს, კარგად ვიცი, მაგრამ ამჟამად მსახურობ და შვებულებას ჯერ არ მომცემენ. სექტემბრის ბოლოს კი უთუოდ ჩამოვალ.
ჩვენმა სატანვარჯიშო საზოგადოებამ შევარდენმა წვრთნელთა ჯგუფი შეარჩია, რომელმაც საქართველოს ქალაქები უნდა მოიაროს. ამ ჯგუფში მეც ავარ და იქნებ კარისმერეთსაც ვესტუმროთ. მართალი გითხრა, ძალიან მიწევს გული კარისმერეთისაკენ, მაგრამ მეცადინეობისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო თბილისიდან ვერ წამოვედი. თბილისში ცხოვრება კი გამიჭირდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევგენი პარიზში, ხოლო დეიდა კი ბორჯომში გაემგზავრნენ. მეც ავდექი და სტამბაში კორექტორად მოვეწყვე. მეგონა მეცადინეობასაც და სამსახურსაც შევძლებდი, მაგრამ სამსახური ძალიან ბევრ დროს მართმევს და ჩემი სამუშაო გეგმა ისევ განუხორციელებელი მრჩება. თუ იმიტომ სწავლობდი ამდენ ხანს, რომ კორექტორად ვგდებულიყავი საქათმის მაგვარ სტამბაში. ამას კატორღაში ყოფნა სჯობია. ხშირად ღამითაც მიხდება სტამბაში მუშაობა. სამსახურს თავი რომ დავანებო, თბილისში როგორღა ვიცხოვრო. სტამბაში გირვანახევარ შავპურს. ხანდახან ნავთსაც გვირიგებენ სახელმწიფო ფასებში და სად უნდა წავიდე? ელენე, დათა და მგონი სტეფანეც ჩემ სამსახურს მიზანშეწონილად თვლიან. სტამბაში კორექტორად დარჩენა, ვიცი ისეთები მირჩევენ, რომელთაც ეშინიათ სარჩენად არ გაუხდე. ისეთები, რომლებიც ხარჯის გაწევას ერიდებიან და ფეხებზედაც არ ჰკიდიათ ჩემი მომავალი. მართალია, ახლა ყველას უჭირს ცხოვრება და დახმარებას ვერავის ვერ დავავალებ, მაგრამ ცოტა რომ გაიჭირვონ, ქვეყანა დაიქცევა. განა არ გიჭირდა შენ მაშინ, როდესაც რუსეთის უნივერსიტეტში სამ შვილს ზრდიდი და ნათესავებსაც ეხმარებოდი. ახლა ფეხზე დამდგარმა ჩემმა ძმებმა და ნათესავებმა ცოტა გაიჭირვონ ჩემთვისაც. მისწერე სტეფანეს წერილი, ის და შენ ცოტას თუ დამეხმარებით, მაშინვე სამსახურს მივატოვებ და კარგადაც ვიმეცადინებ. ჩემი ხელფასი პურსა და წვრილმან ხარჯებს ძლივს ფარავს. ფეხსაცმელი დამეხა და ვინიცის მოვახერხებ კი ყიდვას. ტყავი არსად იშოვება. პალტოც არა მაქვს ზამთრისათვის. ჯარიდან რომ შალის თხელი საბანი გამომყვა, ის უნდა შევიკერო. სხვა გზა არ არის. თვეში 900 მანეთი მეძლევა. პური ერთი გირვანქა 15 მანეთი ღირს. მარტო პურზე თვეში 450 მანეთი მეხარჯება. ახლა შაქარი და ყველი იანგარიშე, მერმე თუთუნი გაპარსვა და გაკრეჭა. 900 მანეთი ამ ხარჯს არ გასწდება. რცხვენია, მეწრილმანე მედუქნესავით ასეთ რამეზე რომ გწერ, მაგრამ გაჭირვება თურმე კაცს ბევრ რამეს აკადრებინებს. საშინელი პირობები შეიქმნა ცხოვრებისათვის. ყველა გაძვალტყავებული და მშიერია. ჩაცმა დახურვაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ასეთი სახელმწიფო რომ დაინგრეს ახია. ყველა უცხოელ გამვლელ გამომვლელის ხელში რომ ჩავცვივდით, მაშინ წახდა ჩვენი საქმე. ინგლისელების თაყვანის მცემელთა ოცნებები ისე ჩქარა გაიფანტა, როგორც გერმანელების მაქებართა. ინგლისიდან საქონელს და სურსაც მოელოდნენ, მიიღეს კი ბოლოკი. საქონელი ეს ინგლისური სიგარეტებია, ხოლო სურსათი ავსტრალიური კონსერვები, რომლითაც ინგლისელი ჯარისკაცები ეწევიან სპეკულაციას და რომელიც ჩვენთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენს. ომი, რომლის შესახებ შენ წერ, ისიც ბრიტანეთის სპეკულაციის ნაირსახეობაა. წელს ძალიან ცხელა თბილისში, პაპანებაა. რა გაეწყობა, მსახურობ, ტყავი მძვრება და თანაც მეცადინეობ. უნივერსიტეტი უნდა დავამთავრო. ხალხმა უდიპლომობა რომ არ წამომაძახოს. ჩემი ცხოვრება იქნებ მალე სულ სხვა გზით წარიმართოს. მაშინ ჩემს წუწუნს ვეღარ გაიგონებ.
ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, მომავალი დაგვანახვებს. მე შენი და მამა ჩემის ღირსეული შვილი გავხდები. მე შენ არ შეგარცხვენ. უნივერსიტეტს, სამსახურს, ვარჯიშობას, ყველაფერს ერთად ერთი კაცი ვერ გაწვდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც ბევრს მეცადინეობ და ფარხმალს არ ვყრი. სხვათა შორის მოთხრობები დავწერე, 100 პინძა და 100 კერი. ხალხს მოეწონა და ამან მუშაობაზე წამაქეზა. ახლა მესამე მოთხრობა უნდა დავწერო. ამ მოთხრობაში ყველაფერი ნაცნობი იქნება შენთვის და მაქაურებისათვის. თუმცა მოქმედ პირთა სახელი და გვარი ყველგან შეცვლილი მექნება, გარდა მოხუცი გოჯასპირისა, რომელიც გვარდიელებმა სარკოიაში მუხაზე ჩამოახრჩვეს. თუ კარგი მოთხრობა გამომივიდა, ბედნიერი კაცი ვიქნები და მაშინ ასეთ უმსგავსო წუწუნს ჩემგან ვეღარ მოისმენ. ჩემსა და ნინოს შორის შავმა კატამ გაერბინა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. თუმცა ამას წინათ უნებლიეთ ისევ დამიცდა ფეხი. ეს შეცდომა თუ ცოდვა არასდროს აღარ განმეორდება. ნინო მართლაც ჩინებული ქალია, მაგრამ ვარდომ და ელომ გააჭირვეს საქმე. ვიცი ჭირი რაც არის, ჩემისთანა ცარიელ-ტარიელი კაცი ვისრად უნდა, მით უფრო მაყაშვილებს. სიყვარულის, ცოლშვილისა და ოჯახის საკითხი ძალიან რთული ყოფილა. გონია ოჯახური ცხოვრებისათვის მე არა ვარ გაჩენილი. მე ცხოვრების მჭრეტელი უფრო უნდა ვიყო, ვიდრე მისი გარდაქმნისათვის მებრძოლი. არ დაგიმალავ, რომ მე ბევრს ვფიქრობ ახლა ამის შესახებ, მაგრამ ეს ფილოსოფია ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა ჩემს თავში და ამიტომ ამაზე მეც არაფერს მოგწერ. მტრებისაგან ჩემზე მოჭორილს ნუ დაიჯერებ, გახსოვდეს, შენ დედა ხარ ჩემი და შენგან მოველი მზრუნველობასა და თანაგრძნობას. შენზე საყვარელი არსება ამ ქვეყნად არ გამაჩნია. არის კიდევ ერთი კაცი, იონა, ჩემი სულის მესაიდუმლე. გადაეცი მას გულწრფელი სალამი. წააკითხე ეს წერილი. სხვას კი ნურავის უჩვენებ. მომიკითხე სიყვარულით მაიკო, იულო, დომენტი, აგოია. კარისმერეთში თუ ვერ ჩამოვედი, მაშინ შენ თვითონ ჩამოდი თბილისში. ჩამომიტანე სიმინდის ფქვილი და კვერცხი. ძალიან გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, დედა, ჩემზე ნუიდარდებ, 1000 გაკოცებ, შენი კორნელი. კორნელიმ წერილი გადაიკითხა, დაკეცა, კონვერტში ჩადო და მისამართი დააწერა. მერმე წამოდგა, ღია ფანჯარასთან მივიდა და მთებს გახედა. მთის ზეგანზე სოფელი წყნეთი დაინახა. ტყე ქეთს ქოჩორივით დასდგომოდა და კორნელის სოფელი ზედაზენი და სარკოია მოაგონდა. მთის კალთებზე დარაზმული ვაზები და ტყე. უცბად მთის კალთაზე 80 წლის მოხუცის გოჯასპირის სახე, არყის ხის ქერქისფერი უცნაური მისი თვალები მოეჩვენა. მტკვარზე დილის ნიავმა დაუბერა და კორნელის ნედლი ხის, ნავდრი მიწის, თევზის, მდინარისა და ფქვილის სუნი ეცა. მერმე კი ანთებული აბედისა. კალამი აიღო და მოთხრობა გოჯასპირის წერა დაიწყო. წისქვილთან ცხენი შევაყენე.